გავითვალისწინებთ იმას, რომ წისქვეშ ვართ. ყველაზე სასურველი ჩემთვის იქნებოდა შესაბამისი ანაზღაურება. რასაც ხედავთ ახლა, ეს გარეთ ეს პირობებია და შიგნით კიდე კილომეტრები შევდივართ. შიგნით ახლა მასა ან სოფლები თავზე გვაზეს. და ასე რომ ვთქვათ, ოჯახებიდან რომ გამოვდივართ, ნახევრად მემშვიდობებით ოჯახებს, ესე რომ ვთქვათ, იმიტომ რომ დიდი ალბათობა არის, რომ მივალთ თუ არა. ეს უხეშად რო თქვა, როცა ადამიანი მაღაროში მუშაობს, ხო? და ძალიან ჩვეულებრივად ცხოვრობ, უხეშად რო ვთქვათ, ეხლა რომ ანუ იკმაყოფილებ ფიზიკურ საზრდოს აუცილებლად. ამას მაინც უნდა იკმაყოფილებ და კარგად ესე. ეს ჭიათურის მაღაროები ჩვენი წინაპრების ძვლებზეა აშენებული. მათი სიკვდილის და დასახიშების ხარჯზეა აქ გემდე მოტანილი აქვს ყველაფერი. და როცა სამართალ მემკვიდრეობაზე უარს აცხადებს დღევანდელი მართველი კომპანია, ეს არის ძალიან დიდი დანაშაული. თითქოს წარმოება აშენებული ქონდეს რომელიღაცა ტრიალ მინდორზე, საკუთარი ძალით აეშენებიოს ყველაფერი და ითხოვს ისე, როგორც იმ წარმოებაში მოითხოვენ ნაღდა თვითონ რო ააშენა ვიღაც ინვესტორმა. აქ სულ სხვა მიდგომაა საჭირო, აუცილებელია გათვალისწინებული იყოს იმ ხალხის სიტუაცია მდგომარეობა, რომლებიც დაიღუპენ და დასახიჩდნენ. გარდა ამისა, ამ ჭიათურ მანგანუმმა და დღევანდელი ჟორჟიან მარგანეძის თქვენ თვითონ ხედავთ, გამდგომარეობა არის გარშემო, განადგურდა წყაროები, გამოიფიტა მიწები, ფუჭდება გზები და ასე შემდეგ. და მოსახლეობას კომპენსაცია არავის არაფერი არ აქვს. მოსახლეობა ალბათ ცოტაც და იფეთქებს და უარს ეთქვის ამ მართულ კომპანიას და აიძულებს რომ წავიდნენ აქედან, თუ კი არ მიხედა ამ ეკოლოგიურ კატასტროფულ მდგომარეობას. თუ კი არ მიხედა ამ ხალხს, რომელმაც ფაქტიურად ყველაფერი თავის სიცოცხლიდან დაწყებული, თავის საკმაყოფილებლად ცხოვრები, თავისი ჯანმრთელობით ჩადეს ჭიათურ მანგანუმში. ამათ უნდა სხვაგვარი მიხედვა, ამათ უნდა მიდგომა, ან და უნდა აიღოს თავის თავზე სახელმწიფომ და წაიღოს, მოხდეს ნაციონალიზაცია ისევ ჭიათურ მანგანუმის და სახელმწიფო მიხედოს იმ ხალხს, როგორც ეს იყო ადრე.